სიყვარული ვიცი, კივილამი და სავსე, არაფრით რომ არ გაწყდება ხიცი, არასდროს რომ გაიცვლება სხვაზე. მე ასეთი სიყვარული ვიცი, წარს სისხლად სიყვარულთან ტყუილია ვიცი, გეფიცებით არც არასდროს ვიცი. მე ასეთ სიყვარული ვიცი, სიგიჟეს რომ უტოლდება ალბათ, უმანგარო უსასრულო დიდი ჭეშმარიტი ვერ იქცევა ალბათ. მე ასეთი სიყვარული ვიცი, უკვდავების ფებს რომ იქნევს ლაღად, ღმერთმა იცის გულწრფელი ვარ როგორ, ერთი გულის, ერთი ცამაქვს ადრე. მე ასეთი სიყვარული ვიცი, და სხვა გვარად ვერ ვიცოცხლებ ჯერა, თამაქვს გული უწმინდესი ხუთის, თამაქვს გული სიყვარულის. მე ასეთი სიყვარული ვიცი, ერთგულების არ გაწყდება ფიცი, სიყვარული ქვია ცხენს და ღიმილს, სევდასაც რომ სიყვარულში ვიცი.
მოდი იცოცხლა, მაგრამ ნუანს, რომ რასაც ზოგიერთი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ბევრი მოახერხებდა. ხშირად იყო სევდიანი, მაგრამ მომავლის ყოველთვის სჯეროდა. სიყვარულში არ გაუმართლა, არადა როგორ უყვარდა, საოცარია მძიმე ცხოვრების მიუხედავად, როგორ შეინარჩუნა ასეთი მგრძნობიარებული. საინტერესოა, ვინ იყო მოსინიზები? ტატა, უმწარდა, უცხოდ მარება, ზილფო, კაბებო, ონკლავებო ვერსაკარებო, წამ თვალმო, ისათვალმო შემაზარებო, ცოცხლამ ბაგებო, დამბაგებო, სულთ წამალებო, პირო თვარებო, მომიგონო, ზისადარებო. შენზე ფიქრება, იმამს გავსვა მიდეობს თვარეს, სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრე სიკვდილსა მწარეს, მოდით მიჯნურთ, შემიბრალეთ, მოვლეთ ჩემს არეს, მკვდარი მიჯნურთ, დამიტირეთ, დამფლათ სამარეს, ვაი, სიცოცხლე, უგოღმა, განაცალეთ. ნიკოლას ვარათაშვილის პირველი სიყვარული ნინო ორბელიანი ყოფილა. პოეტი ზუზათა შორისა დელფინა დაბიელი. ის ფრანგი იყო და ოჯახთან ერთად საქართველოში ცხოვრობდა. მან ვარათაშვილი თავისი განსაკუთრებით უცხოობით, სინაზითა და დახუწიით უსებებით მოხილა. პოეტის გატაცება იყო ფეთივან ერისთავით. ამბობენ, მათ ერთმანეთი უყვარდათ, მაგრამ ფეთივანი ერისვა ერისთავზე ძალით გაათხოვეს. თუმცა ტატოს უნიკალ სიყვარულის კერპი, რომელმაც გუთანებით გაატარა ყვავილის ცხოვრებაზე, ულამაზესი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. ამბობენ, ეკატერინეს მაინც და მაინც არ უნდოდა დავით დადიანზე გათხოვება, თუმცა დედოფლის მდგომარეობა და გვირგვინი იყო ის დიდი საფუძველი, რომელმაც მაღალი ჯდომა გააწოდა.
სიყვარულში გადაიზარდა და ბოლოს ქორწინებით დამთავრდა. სამწუხაროდ ნინო და ალექსანდრის მეცნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა. მათი ქორწინებიდან 4 თვის შემდეგ, როდესაც ნინო უკვე ბავშვებდებოდა, გრიბოედოვის სპარსეთში გაემგზავრა. იმ ქვეყანაში ანტირუსული განწყობა მძვინვარებდა. გრიბოედოვი თეირანში მოკლეს. იგი ანდერძის თანახმად თბილისში, მამა დავითის მონასტერში დაკრძალეს. ნინოზე ძიმედი მოქმედა ამავდროულად. ბავშვი ნაადრევად გააჩინა და გარდაეცვალა. როდესაც ეს სიყვარული გაქრება, მეც მოხვდები, ფიზიკურადაც და მორალურადაც. წერდა ნინო ჭავჭავაძე. ბევრ ქართველს უნდა მისი შექმნა, მაგრამ ნინო ბოლომდე გრიბოედოვის ერთგული დარჩა. ძალს საშენს, ვინას რომ მე არ მოვიდეს, ვინას რომ მე გულსა ტახტად, ოხრას ხარკად არ აქცევდეს, შენგან მეფე მონასტერს, შენგან ბრძენი ხელადრებდეს და გულსა რა დესრახვის რომ შენ გამოარჩ შეხვდეს. სიყვარულო ძალს საშენს, ყოველი გზნობს არსებს რაც სულსა შენსა ყოველთვის ბერი, მეფე, ხმაცა, ხელმწიფე ხარ პრობელი, ტახტი მზა გაქვს გიებსაც, გულები ხავს გაშევდომით, ამას მეც ვსებდა ფიცხვაცა. როცა ილიას იარაღი დაუმისეს, ოლღა მას წინ გადაეფარა და მკვლელებს შეევიდა. ამ კაცს მომიგოთ და მე მომყარეთ შეუჯულოდი. ეს ქვეყანა სჭირდება. ოლღა ყოველდღე დადიოდა ილიას საფრთხე
სურვილმა დამლია, შენზე ფიქრმა და სევდამა, შორს წასვლა ხშირად გაყრამა, გულის თვალებით ხედვამა. მალცევ შენი განცდელი,
ვინ შენ გაგზარდა დედამა კარგი ხარ აღარც კარგი ხარ მე გულს მაწევ ხარ ნისლა და მინდა რომ ზულდე მოგშორდე გულზე მიბმულო ვიძლა ვაჟა თავის დასთან ყვარელში იმყოფებოდა როდესაც მეუღლე გარდაცვალება შეარყოვინეს როდესაც ვაჟა ჩაქალში ჩავიდა კეკე ყვების ახლავებული დახვდა მან ძალიან ძნელად გადაიტანა საყვარელი მეუღლის სიკვდილი და თავისი დარდი ლექსად დაამკვიდრა იას უთხარით ტურფასა მოვა და შეჭამშჭიაო მაგრე მოხდენით ლამაზო თავი რომ აგიღიაო შენ თუ გონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო ნუ მოხვალ მიწასეფარე მოსვლაში არაყრიაო ნუ ნახავს ესა ინანებს განასულ მუდამზეაო მიწა შეგებარებოდეს ეს ჩემი ტურფაიაო შენ პატრონე ემშოვლე როგორად შეიძლება სიყვარული ჭასყოლა, წამყვიო და ხარჯვი
მაინც ვერ გაუძლეს. ლექი დაავადებულა და გარდაცვლილია. მე შეუყვარებია ის, ვისი სახე ძიძის მიწის ბერ ოჯახში. თორის მოყვანა გადაუწყვეტია, მაგრამ ერთმა შემთხვევამ ხელი ააღებინა კაცებს. საინტერესო, ვინ იყო ეს კაცი? ხევში ზეპრის მწერალ შემოგვინახა ერთი ამბავი. ალექსანდრე კაზბექს რუსეთში გასვლამდე შეგვიძლია გლეხის ხარკი. ძიმში, რომლის ცოლის მოყვანაზე ოჯახს სულადი მიჰყვა. მიზეზი ძიძიას ძალაუფლება ყოფილა. იმასაც ხვდებია, ქალს უდარდია და გარდაცვლიდა. მწერალი რუსეთში წავიდა სასწავლებლად. იქ მის დამოუკიდებია გრაფინია მილოშევსკა. გრაფინიას იმდენად მოსწონებია ქართული მწერალი, რომ თავისთან დაუპატიჟებია. მალე ალექსანდრე და ნინომ გახარჯებებას გადაწყვიტეს. ამან თუ სიხარულით შეხვდა ქალიშვილის მამაც, მაგრამ ქორწილი მაინც ჩაიშალა. ალექსანდრეს ნინოს ოჯახში ერთ წვეულებაზე სასიმამრო მეგობარ გენერალთან რუსიამოდება მოუშვდა. გენერალი ქართულ პატრიოტებს საქმიანობას უზრუნებდა. უნარი შეგვწევს, ქართველები წელში გავტეხოთ. ამ სიტყვებას საშინლად იმოქმედა მწერალი. ის თითქოს გარდაიქმნა. ამის შემდეგ ყაზბეგი დაწერს. მე და ნინო სხვადასხვა გვარკომის ვიყავით. რადგან ერთმანეთის წმინდებს ვერ ვაფასებდით. ბევრს ეცადნენ ნინოს და მამის ქორწილი არ ჩაშენებულს, მაგრამ ყაზბეს გაგონებას ამის. ეს ამბავი ყაზბის ტრაგედიად იქცა. სასოწარკვეთილი მწერალი სამშობლოში დაბრუნდა, თავით მირონის ესავით სხვაში წავიდა. დიდხანს ებრძოდა მწერალი თავის სიყვარულს, მაგრამ ამაოდ აღარავინ შეჰყოლებდა და სიცოცხლის ბოლომდე უცოლოდ არჩა. ამან დააწერინა მწერალს ლექსი. ხამაწულო გამოუცდელო, ლავო ფარიში ფერასა. უწუთელი გამოსხომიხა ლამას ხატების წერას. ლუჩხავ წამოისდები, იწვევ ჩვენს ბედის წერას. გული სული გაგიწყებს მოდებას და გულს ვაფრით ვერას.
ხაზი დამფრინავდა. გაიმართა მიწერ-მოწერა. თამარმა თავისი ფოტოსურათიც გამოუგზავნა. ტერენტის ეს ხალი საოცარი მზებარები. ავადმყოფურად შეუყვარდა. ვერით მე და სანამ შეხვდებოდა. მე შენზე ვფიქრობდა თითქოს ხედა. ფიქრობდა თითქოს თეამზიანი. ძვირფასო მოსვლა რადგან იძლეოდა. ძვირფასო ვისთვის დაიგვიანა. მიწერმოწერა დიდხანს გავუძლებდა და აი ერთხელ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. ტერენტის სადგურზე დახვდა ხალხს. გულგრილად ჩამოართვა ხელი და წავიდა. ეს ხალი თამარ ჯაფარიძე იყო, რომელიც გვარს გაშორდა და თირკში ჩამოვიდა. დრო გავიდა. ტერენტის ცხოვრებაში სიყვარული აღარ მოხდა. წითელ მიხაკიანი პოეტი საერთოდ ისიან დავუძლებდა. უძე წითელი მიხაკიანი მიიღო. ულამაზეს ტიპები ჰქონდა. ერთხელ პოეზიაზე შემოავლების თანაშკილი გაისო. საღილიდან მიხაკიანი მოიწოდა და წითელ თანაშკილს გავუძლებდა. გრძნობდა ეს მისთვის ხაიბუძს ძვირფასი იქნება. მის ქორწილში ცხოვრობდა უბრალოდ მიხაკიანი მიიღო. ეს ქალი მინე ლოყაშვილი იყო. მას წითელ ქალიშვილს ეძახდა. მაგრამ სულ წითლებში დადიოდა. ისინი დაქორწინდნენ. ქორწილის ხარჯი იერიშვილმა გაიგო. არადა თავად დახეული შარვალი ეწოდა. ბინა არ ჰქონდა. კისიას ვაჭრებმა თავი ათქუბი. ერთი ოთახი გამოუყვეს და იქ დაბინავდნენ. ნუ მოხვალ, ნუ იყავ შორეული, მიუკარებელი. თორემ ნებით მგზნებარე გული დაგწვავს, დაგტუტყავს. გაფიცებ მოსვლას მეშინ არ იცნობ. ისე მიყვარდი, შენ იყავი შვილი ჩემი ცხოვრების. მე შენ გეძებდი. შენ და მიიღო ჩემი ლოცვა, ჩემი ვედრება. Zobaczcie, szukam kalendarz, żeby się przygotować do
Sinaps Lesuti, Astegian Totapos, Partita Dri, et Ivorastois, Command Charlie, Paradashus, Akupos, Orlas, Terminas, et Montes, Regi, Pitanian, Gena, Otfatu, Amesus, Siro, Canada, Lucifer, Chestra, Sinan, Pander, Terry, Tarasha, Otera, Rukia, Terry, Roberto, Suistina, Paulo, Santa, Sikisra, Paravi, Pati, Terry, Kanda, Gonzalo, Cabayan, Rostan, Sinave, Roberto, Gonzalo, Santiago, Astino, Pedataco, Pintum, Terry, Romesa, Raperti, La Simari, Terry, Contato, Samuel, Kanchan, Terry, Terragasco, Arbuta, Alexander, გამარტიო კაპიტენ და ოლია ოჯაო 1912 წელს ქუთაისში შემთხვევით გაიცნეს ერთმანეთი. აქედან დაიწყო ორი პოეტური სულის დიდი მეგობრობა, რაც შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. ოლიას მშობლები ამ გრძნობას ეწინააღმდეგებდნენ, თუმცა სიყვარულმა თავისი გაიტანა. 1916 წელს მათ იქორწინეს. ოვა ისე ზრუნავდა ქმარზე, როგორც უმწველ ბავშვზე. მათ ხშირად უწევდათ განშორება, რასაც მწვავედ განიცდიდა და იტანჯებოდა. ოლია ორჯერ გადაასწრო. ამა გარკვეული კვალით გააჩნია მკვლელს. ოლია ნამდვილი ევოლუციის ქალი იყო, მაგრამ მეუღლე მთელი სინაზით უყვარდა. გალაქტიონი სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა მის წერილებს. შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარო. ჩემო ოლო, რა საჭირო არ დავიდე წუთელი? რა საჭირო რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა იცოდე, რომ წარე წუთებით კრუწუთება წარმოვიდგა. უნდა ჩახტო წუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უთმოებულია, რომ არავითარი ფასი არ ედება მას. ისე არ გავატარეთ როგორც ჩვენ. ცხოვრება რომ გავაწყოთ ისე, როგორც ჩვენ. აი, თავი და თავი გასაგებია. მას შემდეგ ეს დაიწყო ლექსი მე, პოეტს ხშირად ეკითხებოდნენ ვინ იყო ეს ქალი. პოეტი უარს ამბობდა პასუხს. მერი კი ალბათ არსებობდა. ოლია და მერი ერთსა და იმავე წელს ნახა გალაქტიონმა. პირველი გაიცნო, მეორე ვერა. პოეტის გული ოლიას სიყვარულმა გადაწყვეტა. გალაქტიონი მთელი ცხოვრება ინახავდა მერის სულას. შემდეგ ლადო ჯეშურის გადაუხსა დასახადა. ლადო მერის პორტრეტი 1973 წელს დახატა, როცა პოეტი მერის ცოცხალი ამართა.
უმრავლეს მოხდა ისაც გალაკტიონმა 3 წლით ადრე იძინა სამეთქოლა. ქუთაისში მთავარანგელოზის ეკლესიაში კი გუშაერისთავმა ჯვარი დაიწერა მერი შევაშიძეს. მოდაც ზნები დაუფრინდეს, თვითონ კი ისევ დააპატიმრეს. ზევდიანი პოეტი თავის მწარე გახდეს ფურცელს ანდობდა. ბედის ირონია იყო აბარა, იმ დროს როცა საუბარ ციხიდან ციხეში გადაჰყავდათ, სტალინმა გალაკტიონი ლენინის ორდენით დააჯილდოვა. პოლიტპატიმრები დღეში წაიყვანეს, ერთმანეთის დახვრეტა აყურებინას. მიწა მიაყარეს, ტრაქტორი მიიტანეს, მიწა გაასწორეს და ხეები დარგეს. მათ შორის იყო ოლღა უბუჟავიც. პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო, რაც ფრთებს ასხამდა სასიკვდილოდ განძილულს და იმედით იცებდა დღეებს. კაცის გული ასეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რა კი კარგის ცოლი ჰყავდეს, მაინც ენადრება ზღვის. ლადო ასათიანმა სულ 25 წელი იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში სიყვარული და სამშობლო იყო მისი უმთავრესი საზღვრები. ურთულესი ცხოვრება ჰქონდა, დედა ციმბირში გადაუსახლეს. პირველი ლექსი რომ დაიბეჭდა, გაზეთი დედას გაუგზავნა. ამ დროს პოეტის დედა უკვე მონამკლავი იყო, მაგრამ გაზეთს არ აცნობდა. მხოლოდ ქართული პატიმრების თხოვნის შემდეგ წაუკითხეს შვილის ლექსი. 1938 წლიდან უნივერსიტეტში სწავლობს. გაზეთის რედაქციაში იწყებს მუშაობას. ამ პერიოდში გაიცნობს თავის სიყვარულს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე პოეტის უახლოესი მეგობარი და სულიერ თამაშებზე გახდება. ლადო ულამაზესი ანიკო ვაჩნაძე შემთხვევით ქუჩაში ნახა. ძალიან მოსწონებია და ანონიმური სიყვარულის წერილი გაუგზავნია. ანიკო წერილის ავტორი მეგობარი ფერწერების ახმარებით დაადგინა. ლევას მაკიანმა ამოიწყო ლადოს ხელწერა და ავტორიც მართლის ცნობილი გახდა. წარმოგიდგენიათ, ლადო ასათიანი და ანიკო ვაჩნაძე პირველ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში დაქორწინდნენ და მათი სიყვარული და ერთმანეთის ურმას სამაგალითო გახდა. პოეტი ახალგაზრდა დაავადდა ტუბერკულოზით. ეს იმ დროს უკურნებელი სენი იყო. მიუხედავად იმისა, რომ უმძიმეს სენს ებრძოდა, არასოდეს შეუწყვეტია წერა და საზოგადოებრივი ცხოვრება. მოგვიდოვი პოეტის ლექსები სიცოცხლის წყორობით, სიყვარულითა და სამშობლოს ტრფობით გამოირჩევა. საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ წუხდნენ ამას. წუთით მაინც დაბრუნდებოდნენ ჩვენი ბავშვობა და სილამაზე.ავს არ მოიკლავს ქართველი არა, ის შეიძლება ბრძოლაში მოკლეს ერთი იმედით. სიცოცხლე მარად გაგრძელოს ქვეყნად და განმეორდეს. საქართველოში როცა კვდებოდნენ, უფრო და უფრო წუხდნენ ამაზე. წუთით მაინც დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე. გასობა ძველთაგან მოვდებს, ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება ბრძოლაში მოვდეთ, მაგრამ არც მაინც ტოვებს სიცოცხლეს და თუ სიცოცხლე ესე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზე და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავხდით ამ ქვეყანაზე. დარჩენილი პოეტი მირზა გენოვანი. მირზა მისი ფსევდონიმი იყო. სახელად მეზო იყო და მრავალში გენოვანში აიზარდა ფიერი. მირზას ამბების სიყვარულის საფის გორგალი ფრიალებდა და 14 თუ ნამდვილს იყო. თანაც წარმოსად ეცედა თბილად მომღერალს არაერთ ქალიშვილისათვის ყოველშობილები. ოფისმენი მამაც მონადირე და მოხალხე იყო. მაგასაც იგია რომ ყველას აკეთებდა. ნუ
ნუმწერ რომ ბახში აყავდა ნუში რომ თაწმინდასთან სადაცვათ იქნოს რომ საქართველოს ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის წააგავს ხვიტოს რომ ორთა ჭამამ ჩაიწვით თეთრი რომ შეჩაიწვი კაბა ყვავილის რომ მტკვარი ოხროს როგორც ყოველთვის როცა მეტი ხსნა ჩაიგვის წუხელ ვებძოთ ცეცაც და ულაფრიც საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა სადღაც ჩვენ აერდები ისი ორთა ჭალაში ყვავილდა ნუში თაწმინდის მხედრ ზეიწვით და შეძვიროს ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის მოგავდიხოს
ილიკო სულხიშვილი და ნინო რამიშვილი, ორი ბუმბერაზი ქართველი, ურთიერთ სიყვარულში, საქმის ამის სიყვარულში, სამშობლოს ამის სიყვარულში. მათმა ანსამბლმა მსოფლიოს 88 ქვეყანა მოიარა, მათ ქართულ ცეკვას ძეგლი გაუქმეს.
მიკროფონის გარეშე ვიყავ. პირველ რიგში ბავშვებს უნდა ვთქვათ მადლობა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი იშრომეს. ტექსტიც ისწავლეს, ბევრი რეპეტიციები იმღერეთ, ბევრმა ეხლა მოინდომა ინსტრუმენტზე დაგვრა და ძალიან ვაფასებთ ამას და რაც მთავარია იქ მოიხსოვდება ყველა რეპეტიციაზე. ჩვენი სულის შამქმერი, იდეის ავტორი, ჩვენს გვერდში მდგომი ყოველთვის ია მასწავლებელი. მე და ძალიან დიდი მადლობა მშობლებს, რომელიც ყოველთვის ბავშვებს და სკოლას გვერდში უდგას. ეს ისეთი ლამაზი ჩაცმულა მათი დამსახურება. და ვუსურებ წარმატებებს და მინდა რომ ასეთი სიყვარული გაგეცადოთ და ცხოვრებაში ასეთი სიყვარული გეცხოვროთ. უფრო ლამაზი, უფრო წარმატებული ყოფილიყავით და გაგეხარებინოთ ჩვენი და მშობლების გული. შემოქმედება მოაერთიანებს. სწორედ ამიტომ ჩარდებს მაშინ გენეტიკური კოდი, რომელიც უამრავ შემეცნებით აქტივობასთან და წარმატებასთან ერთად გამოიკვეთა, რომ ამ ბავშვებს არა მარტო მსოფლიო მასშტაბით ჩვენთან, ჩვენთვისაც შეუძლია გააბრუნონ სიყვარული. ეს სიყვარული ხომ გადამდებია უმეტესი მადლობა ასევე მშობლებს, რომლებიც გვერდში გვიდგან და უწევდით ყველას თავისი ჩართულობით, ყველას უდიდესი დაკვრა და ხარჯერობით ძენით ყველასთან. ასე რომ მინორული ნამდვილად ჩვენი შემოქმედებითი საღამო, მაგრამ იდეა სწორედ ეს არის. ეს სიყვარულია, გავერთიანეთ სიყვარული. დიდი მადლობა ბავშვებო, დიდი მადლობა.